მეგობრებო, გამარჯობათ. დღეს საქართველოს ნაკრები შეხვდება სლოვაკეთის ნაკრებს და ეს თუ მოვიგეთ, პირველობას დროებით კარგად გავიმყარებთ. სლოვაკეთი არაა მარტივად დასაძლევი გუნდი, ასე რომ უნდა ვეცადოთ და დავძლიოთ სლოვაკეთის ნაკრები. აქ საქართველოს შეტევაზე მიქაუტაძე კარგია და თავიდანვე აქტიურად დავიწყეთ მეგობრებო. კარგია. აბა ვნახოთ. დავითაშვილი ჩააწვის საჯარიმოში. ოდიშარია დარტყმარა. რა კარგად დაარტყა. და აბა ახლა როგორ განვითარდება მოვლენები. დავითაშვილი იბრძვის ბურთისთვის კვერნაძე. აქ არაფერი არ გამოგვდის, მაგრამ სლოვაკები უნდა გადავჩეთ. მოდიან სლოვაკები, არ უნდა შემოვატევინოთ, დარტყმა მამარდაშვილმა მოხსნა. ძალიან კარგი მეკარე ყავს ლივერპულის და ხო, იმ დღეს რა გუშინ წინ იყო საქართველო-ისრაელი, რომელიც ფრედორითორი დამთავრდა და იმ კამბექს არ ველოდი ისრაელისგან და ქართველებს კი დაგვეკამბექა, მაგრამ მაინც ყოჩაღი ისრაელებს და ჩემი წინა ვიდეო ვინც ნახეთ, ის იყო საქართველო-კვიპროსი იყო და ის კვიპროსის ნაკრები გუშინ შეეჯიბრა თუ გუშინ წინ ბელარუსის ნაკრებს, სადაც 1-0 წააგო და ბელარუსის ნაკრები ძალიან ვაქემე იქა. მაგ თამაშს პირდაპირ რეპორტაჟით ვყურებდი, გადიოდა და ყოჩაღ გიბრალტარის კი არა, მემის ნაკრებს ბელარუსის აქ საქართველოს შეტევა. აბუა დარტყმარა. ეს როგორ უნდა აცილო ამნაირ შეხვედრაში. და ხო რა, ყოჩაღ ბელარუსის ნაკრებს. იტალიამ კიდე მსოფლიოს შესარჩევის პლეი-ოფში 2-0 დაამარცხა ჩრდილო ირლანდია, რისთვისაც უნდა ვაქოთ და ერთი ნაბიჯი ხააშორებთ მსოფლიო ჩემპიონატამდე და ძალიან კარგი იქნება თუ გავლენენ და არც იქნება მე მგონი გასაკვირი და თურქეთმა კიდე რუმინეთს მოგო 1-0 და ფინალ ერთი ნაბიჯი აშორებს მაგათაც, მაგრამ ცოტა უცნაური შეიძლება იყოს მაგისი გამარჯვება. რაც არ უნდა მოხდეს, მსოფლიო მაინც საინტერესო გამოვა და მითხარით ვის გულშემატკივრობთ მსოფლიო ჩემპიონატზე. მე ვგულშემატკივრობ არგენტინის ნაკრებს. კარგი იქნება მეოთხე მსოფლიოს თუ მოიგებენ, აქ ქართველები ვართ. და ხისა და ისა გვიტევენ, არ უნდა შემოვატევინოთ, არ გვჭირდება გოლები. სანამ ესე მიმდინარეობს თამაში, კიდევ ერთ რამეს გეტყვით. 21 წლამდელების თამაშიც იყო გუშინ საქართველო-ლიტვა და ძალიან გამიკვირდა, რომ საქართველომ ლიტვას მარტივად არ დაუთმეს მოგება, ანგარიში გაგვეხსეს და გავათანაბრეთ 10 კაცით. და არის მიქაუტაძე. სლოვაკელებიც დააწვინათ ის და რას ვიძახდი. ფრეკი დამთავრდა ის და გულდასაწყვეტია, რადგან ძალიან ისა რა, ანუ გავირთულეთ ევროპაზე გასვლა, მხოლოდ სასწაული თუ გადაგვარჩეს 21 წლამდელების, მაგრამ აი 10 კაცით რომ მოვუგეთ რა და ფრერო 10 კაცით ვითამაშეთ და გავუმკლავდით და მაინც ლამაზად ვითამაშეთ, მით უმეტეს სიგვამრო მაკრატელის დარტყვაცა და ეგ იყო საოცრებო, მაგრამ საჯმა ცოტა აურია და წითელი ბარათის სისულელის გამო მოგვცა. ხო, ის ხვალ კიდე გვაქვს თამაში საქართველოს ლიტვასთან. ლიტვას თუ მოვუგებთ ამხანაგურ მატჩში კარგი იქნება და თუ მაგათაც ისრაელის ნაკრები ბევრად ჯობია ლიტვას ნაკრებს და
ასე რომ წესით მაგათ მაინც უნდა მოუგოთ თუ ისრაელს ვერაფერ ისრაელმა საოცარი კამბექი გაგვიკეთეს ყველას 200 გოლის მერე თუმცა ბოლო წუთებზე დავითაშვილს რო ფეხი დაუწდა და შანსი მოგვეცა ძალიან კაი იყო მაგრამ თავიდანვე უნდა შემოშვა დავითაშვილი და გიზო მამაკეიშვილი მან დებიუტანტი იყო და აქ პირველი ტაიმი დამთავრდა მეორე დაიწყო და ის რა ვიცი ასევე მინდა გითხრათ რომ საქართველო ჩაატარებს შეხვედრებს იმას ერთა ლიგაზე ჩრდილო ირლანდიასთან უკრაინასთან უნგრეთთან თუ ლაივის გადაღება ახლა შემიძლია ჩვეულებრივ თუ გაწყობთ რომ რომელიმე თამაში ლაივში გადავიღო და მე გავახმოვანო დაწერეთ ჩემთან ერთად თუ ისურვებდით ყურებას თან მე გავახმოვანებ თან უყურებ რა როგორც კომენტატორი და თუ გაწყობთ მითხარით და გავალ ლაივი ასევე დაიდება კიდეც და ასევე კიდე ერთი წყარო იქნება ფეხბურთის ყურების თუ თქვათ გაგეთიშათ პირველი არხი არამე შეგიძლიათ ჩემ პირდაპირ ეთერში უყუროთ თუ გაწყობთ ან ბევრს თუ გაწყობთ თუ ლაივი არ გაწყობთ იყოს ჩვეულებრივი ასეთი ვიდეოების გადაღება რა ვიცი და ჩემპიონთა ლიგაზე ახლა 7 აპრილსია ჩემპიონთა ლიგა მეოთხედ ფინალში სპორტინგის ნაკრები არსენალს შეხვდება სადაც იძახიან რომ ანუ ჭორია თუ არა არ ვიცი მაგრამ იძახიან რომ ქოჩორაშვილი თამაშს ძირითადიდან დაიწყებსო და ვნახოთ თუ დაიწყებს ძირითადიდან და ახლა ამ თამაშზე კონცენტრირდეთ მოდიან აქ სლოვაკები სიგუამ უნდა წაართვას ბურთი ვერ წაართვა მაგრამ მოდის ქოჩორაშვილი მიქაუტაძე რა და ხო საფრანგეთი ბრაზილია რო იყო კიდე საფრანგეთმა 1-1 მოუგურათ ცოტა ისეთი ინფორმაცია უფრო ნეიმარის და მაგათი ფანებისთვის მაგრამ აქ ხვიჩა 2-0 გჯერათ თუ არა რომ ეს ანგარიშია ტაბლოზე იქ ესპანეთი ანადგურებს ლიხტენშტეინის ნაკრებს რომელსაც შემდეგში შევხვდებით ამის მერე ლიხტენშტეინი არც ისე ძლიერი გუნდია მაგრამ არც მარტივი ფეხწამოსაკრავი ასე რომ რავი რეალობაში რო შევეჯიბროთ რაღა გვიჭირს აქ მოდიან სიგუა აბა უნდა შემოვატევინოთ აბა მიქა უტაძე წაართვეს დამოღამებული გვაქვს შენი დრიბლინგები და ვერ გაგწდებიო სლოვაკებმა ესე თქვეს და ეს რა ქნის ეს ცოტა დაცვის ჩავარდნა იყო რაც არ უნდა ეკნათ აქ კუთხური აქვს ქოჩორა შემოვიდა ხარებას მართლად ცოტა გავძირითადდით აბა რონა შემოვატევინო გადავრჩით აქ მაინც სლოვაკებს ხომ მოუხდეთ შემდეგი თამაში მარტივი გვაქვს ლიხტენშტეინს თუ მოუგეთ მერე რა ვინღა დაგვეწევა პირველ ადგილზე ან რა ვიცი აბა და ლობჟანიძე და არა აქ ანუ აქ ხო ვიგებთ ახლა 6 ქულაზე მერე 9 ქულა გვექნება და 9 ქულაზე ვინღა დაგვეწევა ძალიან მაინტერესებს ვერც ვერავინ მოდიან კი არა ჩვენ მივდივართ შეტევაზე და ისა კუთხური და ესპანეთის ნაკრები არა მარტივი გუნდი ასე რომ მან ძალიან უძალიანესად გაგვიჭირდება ძელი
ასე რომ და დამთავრდა თამაში ჩვენი გამარჯვებით, რასაც ველოდით. და აი გერმანიამ ალბანეთს 2-0 მოუგო, რუმინეთმა ლატვიას 1-0, იტალიამ ფინეთს 2-0, ფარერები სერბეთი ფრე, ხორვატია ისრაელი ფრე, პოლონეთმა კოსოვოს 3-0 სძლია, პორტუგალიამ საბერძნეთს 3-1 მოუგო, ისლანდია ლუქსემბურგი 0-0, უნგრეთი ავსტრია 1-1, ჩეხეთის რესპუბლიკა სლოვაკეთი 1-1, ლიტუანია ლიტუანიის 1-0, უელსი ანდორა 4-0, ბელგია გიბრალტარი 1-0, ნორვეგია ბელარუსი 2-1, უკრაინა მალტა 2-0, სამხრეთ ირლანდია აზერბაიჯანი 1-0, ნიდერლანდები სან მარინო 2-0, თურქეთი მონტენეგრო 2-1, დანია ესტონეთი 2-0, ინგლისი ირლანდია 3-0, შვედეთი ანდორა 4-0, ბულგარეთი შვეიცარია ფრე, ესპანეთმა გაანადგურა ლიხტენშტეინი 4-0 და საქართველოს სლოვაკეთი 2-0 და აი ცხრილის მდგომარეობა ასეთია და უნდა შევინარჩუნოთ და შევხვდებით